რუსეთის დიდი თეატრის რეპერტუარს სამი ახალი სპექტაკლი დაემატა, თუმცა სამივე წარმოდგენა ერთ სპექტაკლში გაერთიანდა. დიდი თეატრის სცენაზე სამოქმედებიანი სპექტაკლის ნახვის საშუალება მაყურებელს 26 დეკემბრამდე შეეძლება. 2011 წლის რეპერტუარში კი ახალი ბალეტი მარტიდან განახლდება. რუსეთის სახელგანთქმულ დიდი თეატრის რეპერტუარს სამი ახალი სპექტაკლი დაემატა, თუმცა სამივე წარმოდგენა ერთ სპექტაკლში გაერთიანდა. თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად წოდებულმა ვილიამ ფორსაიტმა დიდი თეატრის საბალეტო დასთან ერთად ახალი სპექტაკლი ჰერმან შმერმანი დადგა. მისი პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა. სახელმწიფო აფიშაში ასევე გამოჩნდა გენიალური ჯორჯ ბალანჩინის სერენადა და ლალი. ახალი სპექტაკლები დასის მოცეკვავეებისთვის კარგი გამოცდილებაა, რადგან კლასიკური ქორეოგრაფიის შესრულების შემდეგ მას სრულად განსხვავებული სტილის შესრულება მოუხდათ. ბალერინების ხმით ლალის შესრულებისას ისინი თავს ბროდვეიზე გრძნობდნენ. თავად ბალანჩინი ამ სპექტაკლს შესრულების თვალსაზრისით ერთ-ერთ რთულად მიიჩნევდა. ამ ბალეტის შესრულებისას შეგიძლია საკუთარ სტილზე უარი თქვა, მეტი თავისუფლება მოიპოვა, რაც კლასიკურ ბალეტში თითქმის შეუძლებელია. აქ ეძლევა საშუალება შენი ქალურობა და მომხიბლულობა აჩვენო. ძალიან მაგარია. სიმსუბუქისა და ჰაერონების მიუხედავად ბალანჩინის ქორეოგრაფია ძალიან სუსტ შესრულებას მოითხოვს. სტრავინსკის შესანიშნავი მუსიკის გარეშე ბალეტის შესაძლო ბროდვეის სცენაზეც დაედგათ. მთელი ცეკვა გარკვეული რითმისა და ტაქტის ქვეშ მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს ბალანჩინი ჩვენთვის სიახლე არ არის, ჩვენ უკვე გვქონდა მის ქორეოგრაფიასთან შეხება. როდესაც თეატრში ბალანჩინის სპექტაკლი დაიდგა, ამდენად ქორეოგრაფიული ილეთები და სირთულეები მოქნილი ილეთებს შეუთანხმეთ. ფორსაიტის ბალეტის ჰერმან შმერმანის ადაპტაცია დიდი თეატრისათვის ნოა გელბერგმა განახორციელა. გელბერგმა ეს ბალეტი სანქტ-პეტერბურგის თეატრში აღადგინა, ამჯერად კი ის დიდ თეატრშიც დაიდგა. კლასიკური ბალეტისათვის დამახასიათებელი მოძრაობების უარყოფა ამ შემთხვევაში ყველაფერზე მაღლა დგას. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა ყველა მოცეკვავისათვის, თუმცა ვფიქრობ, რეპეტიციების ბოლოს მოცეკვავები ამ მეთოდით ძალიან ხალისობდნენ. 22 წუთიანი საზღვაო ექსტრემის გამო დიდი თეატრის მოცეკვავები 2 თვის მანძილზე სარეპეტიციო დარბაზიდან არ გამოსულან. ყველაფერი კი იმისათვის გაკეთდა, რომ მათ კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია. ბოლო მომენტამდე არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, ვინ რომელ პარტიას ასრულებდა. ეს საოცრად მიმზიდველი აღმოჩნდა ყველასათვის. ამას დაემატა არაჩვეულებრივი მუსიკა. ყველა მოძრაობა საოცრად ლამაზია და ლავირების საშუალებას იძლევა. დღეს ცეკვისას გეგმა ყველა მოქმედებას, თუმცა შესაძლოა სხვა დღეს იგივე მოძრაობაში საკუთარი ხასიათი და განწყობა შეიტანა. დიდი თეატრის სცენაზე სამოქმედებიანი სპექტაკლის ნახვის საშუალება მაყურებელს 26 დეკემბრამდე შეეძლება. 2011 წლის რეპერტუარში კი ახალი ბალეტი მარტიდან განახლდება.